მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ ახლა კონსტანტინე პირველის სიმბოლოს და ჩვენ ვისაუბრებთ დღეს თუ რომელი და ვინ და რანაირად შეიძლება იყოს მწვალებელი ერეტიკოსი ქრისტეს სახელით. გამართული არის უკვე ანტიქრისტესა და ქრისტეს შორის ბრძოლა. მე ყველას დაგპატიჟებთ აქ და დაიმახსოვრეთ კარგად ეს ფორმულა, აი ეს PX-ი და ეხლა ჩვენ გადავალთ მოგესალმებით ყველას, როგორც იცით მე ავდექი და მაშინვე თქვენ შემოგიერთით, იმიტომ რომ თემები გასარკვევია, თემები განსახილველი გვაქვს და მე ეხლა მინდა გაჩვენოთ ერთი რამ. თქვენ დაიმახსოვრეთ უკვე ის სურათი, რომელიც სურათიც კონსტანტინე პირველის სიმბოლოა, P და X-ი და აი ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ იმ ადამიანს, მას ასე ქვია YouTube-ზე იაკობ 777, რომელმაც ჩვენს ვიდეოზე ჩაწერა, ესე იგი მიჩადეთ ერთ წუთს ამას გავხსნი. ჩვენს ვიდეოზე ჩაწერა ლაივი. ლაივი არის თუ ვიდეო შექმნა. აი ამ ვიდეოს განახებთ ახლა მეგობრებო. ლევან პეტრიაშვილის მწვალებლობის მხილება მისი აზრით. აი იაკობი არის კონსტანტინე პირველის ფანი როგორც ჩანს, იმიტომ რომ მისი სიმბოლო უყენია თავის ბატონზე. და დავიწყოთ და მოვისმინოთ რას ლაპარაკობს ის. მე ცოტა დავაჩქარებ აქ ხომ? მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ აი გაოცებული ვარ ამდენი მწვალებელი, ამდენი ერეტიკოსი, როგორ სოკვებივით ამოდიან სოციალურ ქსელში და რა ვიცი, რამე თუ გამაგროვებ და იმ დონეზე ხალხი შეიშალა ჭუიდან და მწვალებლობაში გადავარდა, რომ იმ დღეს ხა მეუფე გიორგიმაც გამომიგზავნა ეს ვიდეო და ნუ მე სხვებმაც გამომიგზავნეს, რომ რას ხალხებს რომ რა უნდა უცერთო. ერთი წუთი მეუფე გიორგი თქვენ გეკითხებათ აზრს? ვა, რა მაგარი ვინმე ყოფილხარ? მოდი ვნახოთ. ვინ არისო და რა მწვალებლობას აუცილებლსო რა. და რამოდენიმე მოგდემა გამომიგზავნა კიდე ეს ვიდეო და ვინმე ლევან პეტრიაშვილი არის და ხადაგებს რომ იესო ქრისტე ღმერთთან აღიარებდა საკუთარ თავსო და ებრაელებმა დააბრალესო და რაღაცა აბსოლუტური ბოდვებს აუცილებს რა რომ თუ მესია იყო მაშინ ღმერთი ვერ იქნებოდა თუ ღმერთი იყო მაშინ მესია ვერ იქნებოდა იმიტომ იუდაიზმში თითქოს მესია ადამიანი ჯერ პირველ რიგში რაღაცა ბოდვებს აუცილებსო რა ეს არ არის ქრისტიანული ჩემო კარგო იაკობ ბოდვებს კი არა მან სერიოზული საკითხი წამოჭრა იმასთან დაკავშირებით რომ გასარკვევი გვაქვს ჩვენ რა არის ნაგულისხმევი, როდესაც ჩვენ ქრისტეს მესიას ვუწოდებთ თუ ღმერთს, გესმის? სერიოზული კითხვა დასვა ლევან პეტრიაშვილმა. შენ კი მიუხედავად იმისა, რომ მასთან არც დაკავშირებულ ხარ, არც გიკითხავს, აზრი არ გიკითხავს ტიპთან, დებატები, დისკუსია არ წარმოგიქმნია და აგერ ცილს წამებ, რომ მწვალებლობაშია. და ეს არაქრისტიანულია, რო იცოდეთ რა. ადამიანთან თუ კითხვები გაგაჩნიათ, მეუფე გიორგი არის თუ ვიღაცა არის, თქვენ კი არ უნდა გამოგიგზავნოთ ეგ ვიდეო და თქვენ კი არ უნდა გითხრათ, კითხოთ, რას უნდაო, რას გულისხმობს ლევან პეტრიაშვილო. ლევან პეტრიაშვილთან უნდა მივიდეს და იმას კითხოს. გესმით, რა ხდება აქ? ანუ თქვენ როგორი მიმართულებით მიდიხართ, არც კი იცით. და თან ცილს წამებთ ადამიანს მის ნახვის გარეშე. არც მისულ ხართ, არც გიკითხავთ, არ ჩაძიებულ ხართ, რას გულისხმობ ლევან იქნებ, ჩვენ დაგეხმაროთ ამ კითხვაში. და აქ უკვე უქვეყნებთ იმას, რა ქვია, ანტირეკლამას უკეთებთ ლევან პეტრიაშვილს, რომ მწვალებლობაშიაო. იქნებ მწვალებლობაში თქვენ ხართ ამდენი წელი. იცი რომ აი ეგ შენი ალექსანდრე კი არა და კონსტანტინე პირველი რო იყო დიდ მწვალებლობაში? შენ კიდე ეგ კონსტანტინე პირველის ფანი ხარ და აგერ მისი ლოგოც გიკეთია გადახაზული P. გესმის? და მე პირდაპირ გეუბნები რომ მწვალებლობაში ხედავ შენ სერიოზულ მწვალებლობაში რა. მე ის ქალი ვარ, ვინც ვიდეო ჩაწერა ლევან პეტრიაშვილთან. და ის კამერის უკან რო იდგა ის ქალი ვარ. ხო, აი ეხლა ნახე. ღმერთი ერთმანეთის ტოლი არ არის და მოდი ამ უსმინოთ და მე უპასუხოთ რა. ნუ ეხლა ჩემ გითხარი, აქ რაღაცა სიმბოლოები შევამჩნიეთ ხატებზე და მოგვიყევი რეალურად ეს არის შემოსული იუდაიზმი. ეს ქრისტიანობა იუდაიზმი.
ქრისტეს კოლელები არიან ქრისტეს სახელით შემოსულები ქრისტეს სამოცებში. ქრისტე არ უთხოვდა ღმერთს თავს ეს დააბრალეს, რატო ქრისტე ღმერთის ტოლი იყო და ქრისტიანს დახმარდა მაშინ ის მესია იყო, იმიტომ რომ ის მესია ქრისტეს ღმერთის ტოლი არის. საიდან ვიცით ეგ რომ თქვა ქრისტე ღმერთს თავს უტოლებდა ან პირიქით არ უტოლებდა ეს დააბრალეს ებრაელებმა, რომ შენ ღმერთს ტოლი გამოდიშო ეს მამაოები მეუდევლეს ამათები რომ მართლები ყოფილან ებრაელები რომ ქრისტე მოკრეს. თუ მართლა უტოლებდა ღმერთს თავს, მაგრამ თუ ღმერთს მართლა უტოლებდა თავს, მაშინ ბრალი უნდა იყო. ხო ბრალი ვერ ყოფს, თუ ბრალი ვერ ყოფს, ესე იგი პრობლემა ქრისტე. თუ ქრისტე ღმერთს მართლა უტოლებდა თავს და ღმერთი იყო. მაშინ ის მესია არ იქნებოდა, იმიტომ რომ ის მესია უზენაესი ტოლი არის. ანუ ღმერთი არის. თუ ქრისტე ამოსო მესია აი ნახე ახლა უყურე რა სიმბოლოს უდევს, აი ძალიან უზრდელობაა ეს. ნახე ახლა აქ რა გამოჩნდება ნახე. მაშინ ის მესია არ იქნებოდა, იმიტომ რომ ის მესია უზენაესი ტოლი არის. ანუ ღმერთი არის. აი ნახე თუ ტვინის ხლართიაო რა. ბიჭო, ტვინის ხლართია, რა თქმა უნდა, ყველაფერი ტვინის ხლართია. გენთანხმები, იმიტომ რომ ლევანმა ისეთი სერიოზული საკითხი წამოჭრა და ისეთი კარგი კითხვა დასვა, რომ ამაზე თქვენ ზურგს უკან კი არ უნდა მოუთხაროთ მას ძირი. ბიჭო, უნდა მიხვიდეთ ამ ადამიანთან და ისაუბროთ. მართლა გეუბნები ძალიან კარგი კითხვა დასვა ლევან პეტრიაშვილმა. ის მეუფე გიორგი რო არის, თქვენ რო გამოგიგზავნათ ეს ვიდეო, ხო? აი იმ მეუფესთან მიდით და უთხარით, რა მეუფე მე რას მიგზავნი? შენ რა ისა ხარ? მეუფეზე მაღლად გახარ, რომ მეუფე შენ აზრს გეკითხება? მიდი მაგ მეუფესთან და უთხარი, თუ რამე გვაინტერესებს, წამოდი ვკითხოთ ლევანს. წამოდი ვიმსჯელოთ. და დამერწმუნეთ რა, ლევან პეტრიაშვილი ისეთი ადამიანი არ არის, რომ თქვენ არ მოგისმინოთ რა. და არც თქვენთვის არ მოუთხრია ძირი და არ ულაპარაკია თქვენზე ცუდი. ამიტომ პირველ რიგში რა კითხვაც წამოაყენა ლევან პეტრიაშვილმა, მასთან უნდა გაიაროთ. გესმის? და თუ მასთან არ გაივლით, ეგ უკვე არის არაქრისტიანული და მხდული და რა ვიცი, რაღაცა აი საზიზღრობა არის, რასაც თქვენ აკეთებთ. გესმის? ადამიანს კითხვები უჩნდება, კითხვა დასვათ სერიოზულად კარგი და არაჩვეულებრივი, თვალსაჩინო და თქვენ კიდე მას ძირს უთხრით. აი ახლა რა გამართლებას უწერთ, ამას მაინტერესებს რა. აი ანუ ჩვენ ხედავთ რომ სამარიტელი დედაკაც შეუგნება თავისას მესიას უწოდებს ხო ქრისტე ჩვენ ვიცით რომ ესე მოვა და სამარიტელი აპარატთან დავიყო იქ და ქრისტე თავის მოწაფეებში სამარიტელთან ისე დამოწმოთ თვითონ ამოწამთუს და მიდი სამარიტელთან და უხსნის. ამას ხო ანუ არ გოშეზე მაგ ჯულს თუ მესია აღიარა იესო ქრისტე მესია იყო და ასე გუციკუნება საგიესო მაგალითად ანდრე მოციქულმა გაიგო იესო მესია იყო წავიდა პეტრეს უთხრა რომ ჩვენ პოვეთ მესია და წავიდა გამჩნდა ანუ იესო ქრისტე შეხედავდნენ მესიას და მესია ებრაული შოს ქრისტე არის ბერძნული ებრაული მესია გასაგებია ეხლა ნახე რატომ მოუშარეს რომ შენ ეს გაუტოლე თავიო იმიტომ რომ გაიტას ეს რომ ხალხი მოვიდა და ეს შარი მოვიდა და ის ამ ბრალდებას არ ეთახმოდა და თუ ბრალდებას არ ეთახმოდა და ამოდა იონეს 13-ში რომ ეს ბრალდება მართალი იყო და ის სადღაც ამოდა მესია კი არა არამედ ღმერთი ვარ მაშინ არ უნდა მოიგებს ხო იმიტომ რომ ვერ პოვს საერთოდ გალი პოვს მაგის გამო რომ იუდაისში ვერტიტოლობა სიტყვით ჩაქორდი ისახურებოდა ჯერ ვერტიტოლობში ჯვარზე სიტყვი არ და შეთეთრო ვერ მოკლის და გალი ვერ პოვს პირდაპირ ხოვს რომ მოიგებთ პირდაპირ შეგამო ეთქვა ჯურის მიხედვით თუ ჩაიქვა მართალია ლევანი ხარ ასეც ამბობს ის იახმე რომელიც მოვიდა მათ ებრაელთან და ეს იახმე უნება რომ თქვენ მაშინ მაგიან საკუთარ თავს დებს მაშინ ეკუთვნოდა თქვენ მომ მე ვარ და არა იახმე ხო ეს ვასად არ მოსულა თქვენ მე ხო და კაცური ადამიანები მომ როგორ იტყვა მაგას უმეტი ვარ ვისაც ზეციდან ჩემნები შესაძლოა და ჩემო კი ბატონო გეუბნები გეთანხმები ამ ჩემი ნებით არ ჩამოსულა რასაც ეუბნება აბრალებ და თვითონ ჩამოსულა შენ არ არის ისი თქვენ მე მამა რო იყოს მამა ჩემი მაშინ გეყარებოდა ჩემი რადგან ზმეთ რას მოვისმინა თუ ის გასწავლეთ მაგრამ ამათო ვერ მიიღეს ეს ნეუბნები მართლმადიდებლები ქრისტემ სიმართლე უთხრა ებრაელებმა ექ სიმართლე სვანელი დაათმოძე დააბრალეს და შედარებით მონათეონებს თუნდაც დააბრალეს მესია და თუ იესო აღიარა და მესია იყო მაშინ ვერანაირად არ ეკავა უზენაის ისტორია და თუ უზენაის ისტორია არ იყო მაშინ მესია ყოფილა აი სერიოზული კითხვა ეს ის წამოწამეთ ყველა მოკლეს ვერანაირად ყვილა მის ახლა წარმოიდგინე იესო არის ღმერთი ღმერთი მოკლე ჯვარზე ებრაელებს იწოდე და თუ ვიტყვით რომ იესო ქრისტე ამბობს რომ მესია მაშინ ებრაელები ტყუილენ იმიტომ რომ მესია უზენაის ისტორია არის ებრაელ გაგებაში ტყუილეთ ასდეს ბაიო შენ თუ მესია კაცურად გეჩქატურებ მაგრამ თუ იესო ამბობს მესია არა მაშინ მართლა იყო უზენაის ისტორია თავს მეტად ასწავლე რის გამოს მართლა მოკლეს რანიკა ვარ პოს ამ ბრალდები წაუყენე და თორას მიხედეთ მართლა ისახურებდა ეს ამ სიტყვის მაგრამ ერთმანეთს გავეთხოვეთ მოკალი თვითონ უნდა ჩაიქოლათ ბრალიც არის ხო მე ბრალს ვიყო ხო მოსპირა ჩვენ ჯუშთან გასავთ ჩვენ ჯუში გეწერია თუ არ უნდა ჩავკოთ კაცო არ მოგეღა ასა ნაწილი ჯუში რა არა ხუთი რომ პეწერია მეორე ჯულს 120-ში რომ ვინც ახლა გადასვლა ხალხი სიასამეთლე მესია გაიყონა ჩავკოთ ანუ იესო ქრისტე თუ ხალხი თავის თავზე ვიყო ღმერთი და ღმერთის თორე ის იუდაიზმის მიხედვით მოსაკლავია მე მგონი რა ის ბრალდება არის და ხელებისაც აღარ დაიბანდა ხო ეს ზონცეთ პარმე ღმერთის თორე იმ მასალა კონსტ თავსდორი ხო ვირა ეგ საკითხავი ის არის რომ აი მეგობრებო ეხლა რასაც მოусმინეთ ხო აბსოლუტური ბოდვა არის კრეხელობა აი ნახე აბსოლუტური ბოდვა არის და მკრეხელობა არისო საიდან დაასკვენი უნდა ჯერ პირველ რიგში როგორ არის მკრეხელობა და ბოდვა ჯერ საწინააღმდეგო არგუმენტები უნდა დადო თორე ეს ბოდვა და მკრეხელობა არის ეს უკვე არის ცილისამება გესმის მოგისმენ აბა ბოლომდე მოგისმენ შენ მოდი ვნახოთ აბა მოგისმენ ახალ აღთქმის ტექსტში 100-ზე მეტ ადგილას არის დაახლოებით დაფიქსირებული 100 ზედაც შეიძლება იყოს ესე 200-ჯერ დაფიქსირებული რომ იესო ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი და აი თვითონ მომისმინე ჩემო კარგო 100 ჯერ და შეიძლება 10,000 ჯერაც დავწერო მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ მტკიცებულება არის ეს რო წერია აი მე გეუბნები რაც ლევანმა ჩაიჭირა იმ ტექსტში ის არის განსახილველი
შენ კიდე 100 ჯერ და 200 ჯერ არის ნაგულისხმებიო და დაწერილიო, ხო? მოდი აბა მოვისმინოთ, სად არის დაწერილი. მაცხოვარი გარდა იმისა, რომ პავლე მოციქული ამბობს, რომ თუმცა იგი ღვთისა იყო, ხათი ღვთისა იყო, არანაკლისებად შეერაცხა სწორად ყოფათით სწორებად ღვთის ისე არამედ თავისი დაინდაბლა და მონის ხატება მიიღო. ანუ პირდაპირ წერია, რომ ღმერთის ხატი იყო, ღმერთი იყო და ბიჭო, ეგ კი წერია, მაგრამ იმას რო არ ეთანხმება, რაც მოხდა. ჩვენ მაგაზე გვაქვს კითხვა, გესმის? აქ შეიძლება 5000 ჯერ დავწერო, რომ ღმერთია, მაგრამ ის რაც ფაქტის სახეზე იყო და მოკლეს, ჯერ მესიაობა დააბრალეს, მერე ღმერთობა და აბსოლუტურად არანაირად არ ეთანხმებოდა მათ ქმედებას, ის საკითხები, რასაც ქრისტეს აბრალებდნენ, ხო? ამას განვიხილავთ ჩვენ და არა იქ წერია და აქ წერია. ჩვენ სულ არ გვაინტერესებს სად რა როგორ, რამდენჯერ წერია. ჩვენ გვაინტერესებს იქ რო წერია ეს. აი ეხლა ეს საკითხი განვიხილოთ და იქ წერია, რომ ქრისტე იყო მესია, ქრისტე თავის თავს მესიას უწოდებს სამართელ დედაკაცთან. და თუ მესია ქრისტე, მაშინ ღმერთობას რატო აბრალებენ? თავის თავს თუ ქრისტე მესიას უწოდებს, მაშინ ქრისტეს რატო აბრალებენ ღმერთობას? გამაგებინეთ. თავისი პირით თუ ამბობს ქრისტე სამართელ დედაკაცთან, რომ მე ვარ ის მესიაო. და მერე იქ პავლე მოციქული 2 საუკუნის მერე რამდენჯერ დაწერს ის ქრისტეაო, ხო? თუ ღმერთიაო, ეგ აღარ მაინტერესებს რამე. თავის თავს როგორ უწოდა ქრისტე, მის მაინტერესებს, გესმის? ეს არის საინტერესო და ძალიან მაგრად წამოჭრა ლევან პეტრიაშვილმა ეს კითხვა. რომ თუ ქრისტე თავის თავს მესიას უწოდებს, მაშინ პავლეს რა უფლება აქვს, რომ უწოდოს მას ღმერთი? იმიტომ რომ მესია ღმერთი არ არის. და ღმერთი კიდე მესია არ არის. ღმერთი ყველაფერია, მაგრამ თუ ღმერთია მაშინ და თუ ღმერთს გაუწოლა თავი, ძალიან კარგად ახსნა ლევან პეტრიაშვილმა, მაშინ ეს ებრაელები იმასთან პირატესთან კი არ უნდა მისულიყვნენ და იმისთვის ეკითხათ, თვითონ უნდა ჩაეკოლათ თავიანთი რჯულის მიხედვით. ეგ მაგის უფლება ჰქონდათ, მაგრამ რადგან ქრისტემ ეგეთი რაღაცა არ თქვა, ვერ ჩაქოლეს თავისი რჯულის მიხედვით, უფლება არ ჰქონდათ. იმიტომ არ ჰქონდათ, რომ ქრისტეს ეგეთი რაღაც თავის თავზე არ უთქვავს, რომ მე ღმერთი ვარო. გესმის? და მაგას სიძახის ქრისტე არის თუ ლევან პეტრიაშვილი მაგას იძახის, თუ ქრისტე თავის თავს უწოდებს მესიას, რა უფლება აქვს ვინმე პავლეს 2 საუკუნის მერე, პავლე იყო 2 საუკუნის მერე თუ 3 საუკუნის მერე და მერე წერდა ამ საკითხებს და რა უფლებით წერდა, კაცო, ქრისტეს სიტყვას რატო ართმევს პავლე? გამაგებინეთ ერთი რა. შეიძლება 5000-ზე დაწერა კი, მაგრამ რა უფლებით? ეხლა წავიდეთ კიდე. არ შეურაცხიეს ყველაფერი, თავისი თავი დაინდაბლაო და ღვთის ხატმაო მონის ხატება მიიღო, ხო? და რომაელთა ეპისტოლეში პირდაპირ წერს მე-9 თავში, რომ მათნი არიან მამანი და მათგან არის ხორციელად იესო ქრისტე, ღმერთი კურთხეული ყოველთა ზედა უკუნისამდე. ბიჭო, აი ხლა ნახე, პავლე მადიდებლები ხართ თქვენ თუ ქრისტე მადიდებლები ხართ, ვერ გავიგე რა. ჯერ ეგეთი წეს მეუფე შე რო გალაპარაკებს, ამ მეუფეს თვითონ არგუმენტები არ აქვს. ანუ მეუფეს არ შეუძლია თვითონ თავისი სიტყვა დაიცვას? შენ საერთოდ რატო უნდა გისმინოს კაცმა? თუ მეუფე შენ გიგზავნის ვიდეოს, გამოვიდეს ის მეუფე, წადი იმ მეუფესთან და ჩაგვიწერე ის ვიდეო, რა არგუმენტები აქვს ამ მეუფეს ამის საწინააღმდეგოდ, რასაც ლევან პეტრიაშვილი ამბობს. მერე დაიბაროს ლევან პეტრიაშვილი მეუფემ და ჩავწეროთ ლაივი ჩავწეროთ ამაზე გადაცემა. თუ ძალიან მაგრები ხართ თქვენ და თუ პასუხები გაქვთ და იმ პავლე მოციქულის მადიდებლები რო ხართ, როგორც ჩანს რა? ქრისტესო საერთოდ არ უსმენთ. მოდი, კაი, გავაგრძელოთ ახლა, აბა რას ბოდა. პავლეს რო თავი დავანებოდა კათოლიკე ეპისტოლეებს, ასევე იოანეს გამოცხადება, თვითონ სახარების ტექსტში მოციქულთა საქმეებსაც დროებით თავი დავანებოთ. თუ გამახარების დაწერილ. ხო, აი, პირდაპირ სახარების ტექსტში არის, რომ მაცხოვარი თავის თავს ნამდვილად ღმერთს უტოლებდა კი არა, უტოლებდა არა. ღმერთი არის ნამდვილად განკაცებული და მოდი თავის თავს ღმერთს უტოლებდა კი არა, ღმერთი არის ნამდვილად რა? თავის თავს რა? ღმერთს უტოლებდა კი არა, თავის თავს ღმერთი არის განკაცებული კი არა, რა? დაასრულე. თავის თავს ღმერთს უწოდებდა, არსად არ უწოდებს ღმერთს ქრისტე. თავის თავს. არც ერთ ქრისტეს საუბარში ღმერთად არ აქვს ქრისტეს თავის თავი ნაგულისხმები, მაგრამ იცი რა აქვს ნათქვამი? რაბებისთვის აქვს, განა არ იცით რომ თქვენ ღმერთები ხართო? ეგ აქვს ნათქვამი, კი? თავის თავზე ეს არა აქვს ნათქვამი. კაი, მიდი აბა. იოანეს 10:30-ში პირდაპირ მაცხოვარი ამბობს, მე და მამა ერთი ვართ. ანუ რა ბუნებისაც არის მამა, იგივე ბუნების მატარებელი ვარ მე, ანუ ბიჭო, მე და მამა ერთი ვართ არ ნიშნავს იმას, რომ მე ღმერთი ვარო. მე და მამა ერთი ვართ, ეგ არ ნიშნავს, რომ მე ღმერთი ვარო. მე მაგას მეც ვიძახი, რომ ერთნი ვართ, სულ ყველანი ერთნი ვართ.
მე თუ ერთი ვარ ქრისტესთან, მაშინ ესე მეც ღმერთი ვარ, გესმის? იმიტომ რომ მე ერთი ვარ ქრისტესთან, ქრისტე მამასთან ერთია და ერთი ვართ ყველანი, სული ერთია. გასაგებია, მაგრამ აი ეგ არ არის არგუმენტი ის, რომ ქრისტე თავის თავს ღმერთს უწოდებს. ანუ მე და მამა ერთი ბუნებისა ვართ. ისე გამოდის, რომ საფრთხე ბუნების მატარებელი არის მაცხოვარი იესო ქრისტეს და თანამარადიული არის მამისა, რაც იოანეს სახარების დასაწყისში კარგად არის გადმოცემული, რომ არის თანამარადიული. მოიცა ერთი წუთი. ანუ ეხლა მინდა გითხრა რა. თანამარადიული ღმერთის ვინ არ არის? ეს მინდა დაგისვა კითხვა. თანამარადიული ღმერთის ვინ არ არის? თანამარადიული ღმერთის სულ ყველა ვართ. მაგრამ თანა სწორნი აი ეს კითხვა უნდა დასვა შენ. თანასწორობაზე აქვს საკითხი და არა თანამარადიულობაზე. გესმის? მარჯვენით. ერთთან და ღმერთი იყო სიტყვა და მის ყველას ერთ ეპისტოლეში ხო რომ მის მეშვეობით შეიქმნა საუკუნეები. ამიტომ ეს ყველაფრის ნაბიჯები მტკიცდება, რომ ეს ნამდვილად ესია. ეხლა რაც შეეხება თვითონ იუდეველების რეაქცია რა იყო ამაზე, როდესაც თქვა მე და მამა ერთი ვართ. ხო იუდეველებმა ესე იგი ქვები აიღეს მის შესაქმნელად და რო უთხრეს, იმიტომ ვქოლავთ, რომ კაცი ხარო და ღმერთად გიყოფიეს თავი, იქვე იოანეს 10:30, ანუ მათ ძალიან კარგად გაიგეს, რომ ქრისტემ ნამდვილად ღმერთად გამოაცხადა თავისი თავი და ნამდვილად არის კიდევაც ღმერთი. და რატო არ ჩაქოლეს მერე? ისამდე კურთხეული ამი როგორც პავლე მოციქული ამბობს. აბა ერთი მითხარი, რატო არ ჩაქოლეს მერე? უფლება ქონდათ ჩაიქოლეთ, რატო არ ჩაქოლეს? იმიტომ რომ ის არ უთქვავს, რაც მან თქვა. ის არ უთქვავს. არ უთქვავს ეგ. თორე ეგრევე ჩაქოლავდნენ, რა, იმას დაელოდებოდნენ პილატეს? ასევე იოანეს 8:58-ში პირდაპირ ქრისტე ამბობს, რომ ვიდრე აბრაამის ყოფამდე მე ვარ. აქ მე ვართან იყენებს ესეთ ებრაულ ესე იგი ბერძნულ ტერმინს ეგოიმი, ანუ მე ვარ. ეგოიმი, ანუ მე ვიყავის კი არ ამბობს, მე ვარ, ანუ მარადიულად მყოფი ვარ, აი სუში რაც არის რუსული. აი, გუშინ მქონდა მეგობრებო, მე ვარზე საუბარი რა, მე ვარ, რას ნიშნავს? მე ვარ, არ ნიშნავს, რომ მე ვარ, არამედ მე ვარ, ხო? ამას ჩემი მაყურებელი გაიგებს, შენ ახლა ვინც ხარ რა, იაკობ, შენ თუ ვერ გაიგებ, გუშინდელ ჩემ ლაივს უყურე თუ გინდა რა, თუ მეც ეგრევე მწვალებლობას არ მომაწერ. და პირდაპირ გეუბნები რა, ანუ მე შენ წინააღმდეგ კი არ ვარ. შენ როგორც ჩანს არ გესმის ბევრი რაღაც სიღრმისეულად და მარჯვენაც არ გაქვს როგორც ჩანს რა. აი მარჯვენა იცი რა არის? მარჯვენა არის, როცა წერილს კითხულობ და მარჯვენით გესმის რა წერია იქ. მარჯვენით საუბრობ და ქრისტე ზუსტად. მე და მამა ერთი ვართო არის სულ სხვა რამე, ვიდრე მე და ღმერთი, მე ვარ ღმერთიო, გესმის? აი ეს არის მარჯვენა. ქრისტემ შეფარულად თქვა რაც არის, მაგრამ არა ისე როგორც თქვენ გინდათ რომ გაიგოთ, გესმის? აი მაგალითად თუ უფლება ეკნებოდათ იმ რაბებს, რომლებმაც ქვები აიღეს და ჩასაქოლად მოემზადნენ, რომ ეთქვა ქრისტეს მე ღმერთი ვარო, ჩაქოლავდნენ, დიახ, მაგრამ ნახე რა კარგად თქვა ქრისტემ, მე და მამა ერთი ვართ. იცი რა, ეგ არის ჭეშმარიტი რაც თქვა. მე ღმერთი კი არა ვარ, მე და მამა ერთი ვართ, მე და შენც ერთი ვართ, რო იცოდეთ რა. მე და ეს ჩემი ყველა მაყურებელი ერთი ვართ, იმიტომ რომ სული ერთია. ერთი სული გვიდგას, ერთი სული გვიდგას. ქართულ სიტყვიერებაში ეს კარგად ჩანს, რომ სული ერთია. სულ ერთია. სულ ერთია, გესმის? მე და მამა ერთი ვართ, მე ღმერთი ვარ, მე შენ თუ შენ ღმერთი ხარ, სულ ერთია. ანუ სული ერთია. გეუბნება თვითონ სიტყვა. ეს არის მარჯვენა. შენ თუ ქრისტესი ვერ გაიგე კარგად, შემოკარგო. ლევან პეტრიაშვილმა ძალიან კარგად დასვა ის კითხვა, თუ ქრისტემ თავის თავს მესია უწოდა, ხო? და მე და მამა ერთი ვართო, ესე იგი მესია არის მამასთან თანატოლი. თანატოლი და თანა მარადიული და თანა მოაზრე. კი ბატონო არის, მაგრამ მას არ უწოდებია მე ღმერთი ვარო. თავი არ დაიკრინა მაგან ეგრე ღმერთი არ არის ადამიანზე ზემდგომი. არასდროს არ გაუყადრებს ღმერთს ადამიანი თავს. იცი რატო? ღმერთები იყვნენ ცხოველის თავებიანი. დიახ, ის მამა რომელზეც ქრისტე საუბრობს, ის ღმერთი არ არის. ის არის მამა, რომელიც ყოვლიდან გამოდის მისი სინათლე. მაგრამ ღმერთი თვითონ სიტყვა ჩვენს ისტორიულ ნაწერებში და ჩვენს წერილებში ღმერთები იყვნენ ცხოველის თავიანები. და როგორ იტყოდა რომ მე ღმერთი ვარო, კაცო? იცი ვის უთხრა იქ? რაბებს უთხრა იქ, რომ თქვენ ღმერთები ხართო, განა არ იცითო? ხო და ღმერთები რა არიან, იცი? ცხოველის თავიანი ღმერთები არიან. ადამი რო გაიღვიძებს, პირველი რასაც ხედავს, არის ცხოველის თავები. გესმის? აი ეს არის. ამიტომ შენ სანამ მან დამდე მიხვალ და გაიგებ რატომ არ უწოდა ქრისტემ თავის თავს ღმერთი,
ხო, ჩვენ მოგვიწევს ბევრი საუბარი. კი, ამიტომ ჩემო კარგო აი ეს მეუფე გიორგი რომელიც ხავს, დაიბარე ლევანთან. ლევანის დაიბარე, მეც მოვალ, აუცილებლად მოვალ და ვიპაექროთ. და ეხლა შეიძლება იფიქრა, შენ ვინ ახარ საერთოდ და ეგ არ არის ქრისტიანული ეგეთი აზროვნება, რომ იცოდი. ქრისტე ქალებსაც ელაპარაკებოდა და კაცებსაც, მათხოვრებსაც და ურწმუნოებსაც, მწვალებლებსაც და ყველას. და შენი მეუფე შენ რო გიგზავნის მაგ ვიდეოებს, ხო? და შენ გახსნევინებს თვითონ რო ვერაფერს ვერ ლაპარაკობს და არც იცის შეხედული რო არ არის საერთოდ ამ თემატიკაში, ხო? იმიტომ გამოგიგზავნა შენ. ხედავ რა დაკნინებული არიან ეს მამაოები და მეუფეები, რომ აი ამ კაცს ალაპარაკებენ გესმის და თვითონ ხმას ვერ იღებენ. თავს არ უყადრებენ ლევანს? აბა შენ რაღაც ავარდნენ მაშინ. თუ ლევანის ვიდეო არ მოხვდათ გულზე, აბა რაღაც გიგზავნიან ვიდეოს, მაშინ გაანებონ თავი და თქვა, რომ აი მწვალებელია რა და всё. შენ რას გალაპარაკებენ მითხარი? ყველა შემთხვევაში იჭრებით რა. მაგარი აიჩეხებით იცოდე რა. მაგარი იჩეხებით. თქვენ თავის იჩეხავთ. მყოფიერების განსაზღვრელი ტერმინი იხვხ იგივე რა გამაკონი, ესე იგი 400 რაც არის ხო ებრაელებთან 22-იანი დამწერლობა. კიდე იხვს გვატენიან რა. იმენა კიდე იხვს გვატენიან, ბიჭო. არ გვინდა ეს თქვენი იხვები რა. შეიტენეთ უკან ეგ იხვები, არ გვინდა ეს თქვენი იხვები. ჩვენ ქრისტიანები ვართ, გესმის? ქრისტეს სიტყვას ვცემთ პავტივის და არა პავლემ რა დაწერა მერე ქრისტეზე. ქრისტემ რაც თქვა ის გვაინტერესებს ჩვენ. და არც იხომ არა თქვა ის არ გვაინტერესებს ჩვენ. გესმის? ეს იხვი არის ცხოველი. ამიტომ იმ რაბებს უწოდა თქვენ ხართ ღმერთებიო, არ იცითო? ხო და ესენი არიან იხვები და ქრისტე არ არის იხვი. გესმის? იერებს სამი თუ შეძდაური ასუა და ხმოვნები წერებოდა და ხმოვნებს ზეპირად ხმოვნებდნენ და იხვხ ესე წერია და აი კიდე ხას მოსესეუნება მოყოლობაში ღმერთი რომ მე ვარ იახვი, ანუ მე ვარ რომელი ვარ. და აი ქრისტე ფაქტურად იგივე სეუნება რომ მე ვარ, ანუ მე ვარ ღმერთი, ანუ მე ვარ იგივე იეჰოვა, იგივე იახვი. და ეს ძალიან კარგად ჩანს ასევე ანუ ესე იგი მე ვარ იაჰოვა და მე ვარ იაჰო. გესმით თქვენ რა ხდება აქ? და მეუფე გიორგი აი ამას უგზავნის, ამ იაჰოველს უგზავნის იმ ლევან პეტრიაშვილის დასმულ კითხვას, რომ განარჩოს სოციალურ სფეროში. გესმით რა ხდება აქ ხალხო, როგორი ანტიქრისტესა და ქრისტეს შორის ბრძოლა წავიდა? ეხლა ხო თქვენი ყურით მოისმინეთ, რომ იაჰოვას მადიდებლები არიან ეს მართლმადიდებელი მეუფეები. მე-19 თავის 24 მოხში ხო? დაბადების შესაქმნის, სადაც წერია აწვიმა იეჰოვასაგან გოგირდი და 손წუба, ანუ ორი იეჰოვა ჩანს, მამა და ძე, მამამძის მიერ აწვიმა, ანუ აი ამ მოხალითად შეიძლება დავა თუნდაც რასელისტებთან, რომელიც არ აღიარებენ ქრისტეს ღვთაებრივობას, ღვთაებრივი ბუნება კიდე არასწორი ტერმინია. მოდი რა აქ დავასრულებ რა ბიჭო რა, კაი რა, იაჰოველი ყოფილიყარ ვიღაცა რა და ვიღაცა აი წარმოიდგინეთ ხალხო, მაგარი იაჰოველების შემოტევაში ვართ რა, რომ იცოდეთ, ამ იხვების შემოტევაში ვართ, იხვებს ეგრევე თავს წავაცლით ყველას. დავსავაცლით ყველას. თუ იხში ჩარჩებიან, ბიჭო, რა უნდათ ამ ხალხს აზე ხარ? იაჰოვას შემოტენება უნდათ ქრისტეს სახელით. თქვენ ხომ ქრისტიანები მიყურებთ და ზოგი იაჰოველიც მიყურებს. იაჰოველებს მე როგორ გითხრათ რა, აი მე გეტყვით რა იაჰოველებს რა, რომ გამოდით მაგ იხვმადიდებლობისგან, შევუერთდით ქრისტეს. რეალურად ქრისტე რას იძახდა, იმას მოусმინეთ. და იხვები და იაჰოვები, ხო? გაქრებიან უცბად. მოკლედ, აი ესეთი რაღაცეები ხდება მეგობრებო ჩვენს სულიერ სფეროში. სერიოზული ომია იხვსა და ქრისტეს შორის. სერიოზული ომია. და ამაში თქვენც უნდა მიიღოთ მონაწილეობა. თქვენც უნდა ჩაერთოთ. თუ თქვენ სიტყვას არ იტყვით, ხო? ვის ყურამდეც ეს მოვა, რომ ქრისტე და იხვი გააიგივეს, ხო? მაშინ მაგარი დარხეული გვაქვს, იცოდეთ. ხო და ასე რომ ეხლა დაგემშვიდობებით მე აი ამ იაკობს კონსტანტინე პირველი სხვათა შორის კონსტანტინე პირველი იყო, რომელმაც ეკლესია გარყვნა. 360 მამა თუ ვიღაცა მოიწვია, ვინც შეეწინააღმდეგა ამ 360 იხვს, ყველა დაწვა და მოკლა. რომელი მამაც შეეწინააღმდეგა აზროვნებაში და ეხლა იგივეს აგრძელებენ. ლევან პეტრიაშვილმა ძალიან სერიოზული კითხვა დასვა, რომელ კითხვასაც სვავდნენ ის მამები, რომლებიც დაწვეს.
და ეხლა ამათ ნახე როგორ ის დაიწყეს რა, არც ელაპარაკებიან იმას, ისე უნდათ რომ მოუთხარონ ძირი ლევანს რა. არც ელაპარაკებიან. ქრისტიანული იცი რა არის? მედი ადამიანთან გაარკვიე რა მე უფეს ლევანთან მისვლა გაუჭირდება? მე შენთან მოსვლა გამიჭირდება, მაგრამ მე უფეს ლევანთან მისვლა არ გაუჭირდება ნამდვილად რა. არც მისი საკონტაქტო ნომრები გაუჭირდება, ყველა მოცემული არის ინტერნეტ სფეროში. ამიტომ მიდი, ან მიწეროს, რომ სადაც ის ვიდეო ნახა, იქ მიწეროს. დაელაპარაკე ლევანს და გაგარკვევს. და პირდაპირ მნიშვნელობით მაგ იხმადიდებლობისგან ამოგიყვანს ზეცაში რა, იცი, ქრისტესთან. ხო, თუ არ იცი, მაშინ დარჩი ეგრე იხუთან. აი ეს არის დღევანდელი ეხლა დასაწყისი. თქვენ ხედავთ, რომ რა მასიურად არის გავრცელებული იაღოველების შემოტევა და სწორი უთქავს ლევანს, რომ იაღოველები არიან შესულიო. ნახე, თავიდანვე ეგრე იწყებს ლევანი მაგ ვიდეოს. რომ შეფარული იაღოველები არიან მართლმადიდებულ ეკლესიაშიო, ხო? მოიცა? აი, ეხლავე ვნახოთ. ნახე, თუ არ იწყებს ეგრე. და მართალი ყოფილა რა. მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ აი გაოცებული ვარ ამდენი წვალებელი, ამდენი ერეტიკოსი, როგორ სოყვებივით ამოდიან სოციალურ ქსელში და რა ვიცი, აი რამე თუ გამოგვირვებდა იმ დონეზე ხალხი შეიშალა ჭუიდან და წვალებლობაში გადავარდა, რომ იმ დღეს ხა მე უფე გიორგიმაც გამომიგზავნა ეს ვიდეო და ნუ მე სხვებმაც გამომიგზავნეს, რომ რას ხალდაგებს ანუ რა უნდაო საერთოდო ვინ არისო და რამწვალებლობას ეს იგი შე რა მაგარი ტიპი ყოფილიყარ რომ შენ გეკითხება ყველა აზრს მაგ მეუფეებისა და მგლებისგან რა ეს ვიდეო და ვინმე ლევან პეტრიაშვილი არის და ხადაგებს რომ იესო ქრისტეო ღმერთად არამიარებს საკუთარ თავსო და ებრაელებმა დააბრალესო და აი რაღაცა აბსოლუტური ბოდვებს აუცილებს რა რომ თუ მესია იყო მაშინ ღმერთი ვერ იქნებოდა თუ ღმერთი იყო მაშინ მესია ვერ იქნებოდა იმიტომ იუდაიზმში თითქოს მესია და ღმერთი ერთმანეთის ტოლი არ არის და მოდი აი მოусმინოთ და მე უპასუხოთ რა. თითქოს კი არა არ არის, არის ეს. ეხლა შენ გითხარი, აქ რაღაცა სიმბოლოები შევამჩნიეთ ხატებზე და მოგვიყევი რეალურად ბიბლიური ქრისტიანობაში შემოსული იუდაიზმი. ეს ქრისტიანობს არის იუდაიზმი. და ქრისტეს კოლელები არიან ქრისტეს სახელით შემოსულები ქრისტეს სამოცაროში. აი, ქრისტე თუ არ ყოფილა მართალი ლევანი რომ ამბობს ამას პირდაპირ იაღოვაზე დაგვიწყეთ თქვენ საუბარი და ქრისტე იაღოვად გადააქციეთ და არ არიან ეს იუდეველები შემოსული ქრისტიანობაში? მართალია ლევანი რასაც ამბობს. ზუსტად ამბობს რასაც ამბობს რა. არც იუდაიზმში ერკვევიან ეგენი, ვინც ამას ქრისტეს არ ესმის და ვინც ლევანს არ უსმენს, ხო? ლევანსთან საუბარი ვისაც არ უნდა. არც იუდაიზმში ერკვევიან ნორმალურად, არც მართლმადიდებლობაში. ამიტომ არიან რომ არეული აქვთ თავი და იქ იმიტომაც იმ სიმბოლო დაუწესა რა. არეული თავის სიმბოლო. ეგ თქვენია, მეგობრებო, თქვენი სარკია ეგ. არეული თქვენ გაქვთ თავი. თქვენ ვერ იგებთ ამიტომ რას ვლაპარაკობთ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რასაც ვლაპარაკობთ და არაფერი არეულობა ამაში არ არის. თქვენარეულ ტვინებს, რაც როგორც აურიეთ ხალხს ტვინი, იმას ვალაგებთ რომ იცოდეთ რა. ხო და ასე რომ მეგობრებო, სერიოზული ომია თქო და ამში ჩართული ვართ სერიოზულად ქრისტეს მებრძოლი ხალხი. სერიოზულად, აი ყველა კი არ გეუბნებით რომ ჩვენ ვართ ბოლო ჟამის დასასრულში. ახლა უკვე მოშიახსაც დასვავენ იქ ირანს ხო დაარტყეს და 3 დღეში ავაშენებთო და მოშიახს დავსვავთო, ხო? აი უკვე მოდის ეგ დრო, როცა მოშიახს დასვავენ, მე 3 წელი შიმშილი მოდის და მთელი კატასტროფები და ისინი იქნება და მე უკვე გამოჩნდება ქრისტე. აი ეგ იქნება, ეხლა ვართ უკვე მაგ დროში. ნიშნებით შეიცნობაო ქრისტე გვეუბნება და ეგ არის ეგ დრო. მოვიდა უკვე ეგ დრო. და შეცნობილია უკვე ეგ ნიშნები. ლევანი მართალიაო, ლაშა არქანი ამბობს. კი, ლევანი მართალია და 100%-ით მართალია, იმიტომ რომ აგერ მეუფეებმა და მღვდლებმა ზურგს უკან დაიწყეს ლევანზე საუბარი. ზურგს უკან იცი ვინ საუბრობდა ქრისტეზე? მღვდლებისა, რაბები და იმის მიმდევრები. ზურგს უკან ეგენი საუბრობდნენ, ქრისტესთან მისვლა ეთაკილებოდათ და ერთადერთი მელქისედეკი იყო, რომელიც მივიდა ქრისტესთან და გაუყადრა ქრისტეს თავი.
დანარჩენები ყველანი იხვები იყვნენ, იხუმადიდებლები. დიახ? ხო და ახლა თქვენთვისაც უნდათ შემოგატენონ ქრისტიანებს, უნდათ რომ შემოგატენონ იხვები და იაღოვა. იხვები და იაღოვა და ქრისტე გახადონ იაღოვად. გესმის? თავის პირით არაბობენ აგერ უკვე ხმამაღლა? და მეუფეები რომ ამ ვიღაცას დაუწყებენ აზრის კითხვას, რომ ნახე რა უნდაო, აბა გაიგერთიო რა. ლევანი მართალი კაციაო, სოფია ამბობს, სწორს ლაპარაკობსო, კი? წავედი ახლა მეგობრებო და გადააზიარეთ ვიდეო, აუცილებლად. ხო, მართალი ვარ ლაშაკი, მართალი ვარ, ნამდვილად მართალი ვარ ყველაფერში, რასაც ვაჟღერებ რა. იმიტომ რომ მე ვეძებ სიმართლეს და არა იმას, რომ იხვები და იაღოველები შემოუშვო ჩემს თავში რა, ძალიან გთხოვთ რა. აბა გაკოცეთ. დროებით, შემდეგ შემოგიერთდებით კიდე ლაივებით. ეს ახლა პირველი ბრძოლა დაიწყო. გავახილე თვალი თუ არა ბრძოლა დაიწყო. ჩავიხედე თუ არა ტელეფონში, ეგრევე საბრძოლო იარაღი ავიღე ხელში, ხმალი, ჩემი ხმალი, ხმა ალისა. ხო და ხმა ალისა მოგაწოდეთ თქვენ. ახლა წავედი.